თამარ მეფის ქუჩა, რომლის რეაბილიტაცია 1,900,000 ლარით დაფინანსდა რეგიონალური განვითარების ფონდიდან წვიმაში წყალს ვერ ატარებს. არადა პროექტის ფარგლებში გამოიცვალა სანიაღვრე სისტემაც. ეს ქუჩა ქართული ოცნების ხარისხიანი შრომისა და ISO სტანდარტის ნათელი მაგალითია. კრეატიულია გადაწყვეტილება თამარ მეფეზე სანიაღვრე არხის ჯეროვნად არ გაკეთების შესახებ, რათა წვიმიან დღეებში ქუთაის ახალი შადრევანი შემატებოდა. ასეთი ირონიული პოსტებით არასამთავრობო ორგანიზაციის ევროპა ჩვენი სახლია ერთ-ერთი დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი წვიმის დროს ქუთაისში დატბორილი ქუჩების მდგომარეობას გამოეხმაურა. ბარათაშვილმა მერიას ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუწუნა და საკუთარ Facebook გვერდზე არაერთი პოსტი მიუძღვნა ქუთაისში გზებისა და სანიაღვრე არხების ხარისხიანობას. დატბორილ ქუჩებზე ბარათაშვილის სიტყვაკაზმულობაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ მერიაში. მათი განმარტებით საკითხი სპეციალური სერვისების კომპეტენციაში შედის და პასუხიც სწორედ მას მოეთხოვება. სპეციალური სერვისები კი ბარათაშვილის ხატოვან გამონათქვამებს ასევე სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოეხმაურა. ქუჩების დატბორვა არა ღვარსადენი ქსელის გამომართავობამ ან მისმა არასაკმარისმა მოცულობამ, არამედ მოსული ნალექის ოდენობამ და მასთან ერთად ჩამოშლილმა მასამ გამოიწვია. მსგავსი ტიპის უხნალექიანობამ პრობლემები არა მარტო ქუთაის, არამედ ევროპისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქებსაც შეუქმნა. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან აპელირება კომუნალური ქსელის გამომართავობას ახლად რეაბილიტირებული თამარ მეფის ქუჩის უხარისხო წარმოებაზე მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ემსახურება და მას პრობლემის რეალურ მხარესთან საერთო არაფერი აქვს. ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს ქუთაისში მოსული უხვი ნალექის შედეგად ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. უხვმა ნალექმა გზებზე ქვა ღორღიც უხვად ჩამოიტანა.